მეწყერი ჰიმალაის მთებში, ქაოსური ქუჩები ვიეტნამში და მიტოვებული ხიდი ციმბირის ტყეების სიღრმეში. დღეს გავეცნობით მსოფლიოს ყველაზე უცნაურ და საშიშ გზებს. ეს გამორჩეული და შესაძლოა ცოტა საშიშიც კი იყოს. ასე რომ შეიკარით ღვედები და დავიწყოთ. ციმბირის ტყეების ხიფათიანი გზა. ამგვარი გამოწვევის დასაძლევად გჭირდება ფოლადის ნერვები. ჩვენ ციმბირის ტყეში ვიმყოფებით კანდინსკის ხიდზე, რომელიც ვიტის მდინარეს კვეთს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები და მძღოლები ხიდს სატრანსპორტო მოძრაობისთვის იყენებენ, მისი არასტაბილური კონსტრუქცია და დამცავი ბარიერების არქონა მას განსაკუთრებით საშიშს ხდის. ხშირად გიდი წინ მიუძღვება მძღოლებს, რათა გზა გაუადვილოს. ქარის წინააღმდეგობის შესამცირებლად მანქანების ფანჯრები ყოველთვის დაწეულია. ეს საშიში და გამორჩეული გამოცდილებაა. სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ კანდინსკის ხიდზე მოძრაობა ოფიციალურად აკრძალულია. ბევრს უთქვამს, რომ მთებზე მოგზაურობა ხშირად რუსული რულეტკის თამაშს გავს. როცა საქმე კლდოვან ჩამონგრევებს ეხება, შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წამი გქონდეს საკუთარი ბედის განსაზღვრისთვის. ეს ავტობუსი სამწუხაროდ კლდის ჩამონგრევას შეეწირა. საბედნიეროდ მგზავრებმა მოახერხეს დროულად თავის დაღწევა და უსაფრთხო ადგილზე გადასვლა. ატაბადის ტბის პროექტი შთამბეჭდავი საინჟინრო მიღწევა. ის მოიცავს 5 გვირაბის ქსელს, რომელიც ჩინეთსა და პაკისტანს აკავშირებს. ეს გვირაბები, რომლებიც ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და 7 კილომეტრზე ვრცელდება, 275 მილიონი დოლარი დაჯდა. პროექტი იყო პასუხი 2010 წლის იანვარში მომხდარ მასიურ მეწყერზე, რომელმაც ჰუნზას მდინარე გადაკეტა და შექმნა ახალი ტბა, რომელმაც ქარაყორუმის გზის მონაკვეთი დატბორა. გვირაბები აშენდა დატბორილი ტერიტორიისთვის ალტერნატიული გზის უზრუნველსაყოფად. დიდი რაოდენობით კლდეების ჩამონგრევას არ შეუძლია მხოლოდ გზების დანგრევა, არამედ მთლიანი ლანდშაფტის შეცვლაც კი და ეს ყოველგვი ამის დასტურია. კამინო ალოს იუანგას გზა. კამინო ალოს იუანგა არის გზა ბოლივიაში, რომელიც ლაპასსა და კოროიკოს ქალაქებს აკავშირებს, თუმცა მას უფრო სიკვდილის გზის სახელით იცნობენ. ეს ადგილი სათანადოდ იმსახურებს თავის სახელს. წარსულში ყოველწლიურად ათეულობით და ხანდახან ასეულობით ადამიანი ამ გზაზე იღუპებოდა. გზის სიგრძე სულ 50 კილომეტრია. ის 4650 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან. გზა ლეკომბრეს უღელტეხილიდან იღებს აღმართს და შემდეგ 1200 მეტრის სიმაღლემდე ჩამოდის. გზა ძალიან ვიწროა, მხოლოდ 3 მეტრი აქვს სიგანე. დამცავი ბარიერების გარეშე ის კლდოვან რეგიონში გადის და საკმაოდ საშიშს ხდის ეს ყოველივე მას. ასფალტის თითქმის არ არის, მხოლოდ თიხა და მიწა. ყველაზე დიდი საფრთხე წვიმიან სეზონზე ჩნდება, როცა ხილვადობა ცუდია და წყალი გზის ზედაპირს მუდმივად აზიანებს. კარნალის მაგისტრალი ნეპალში. კარნალის მაგისტრალი ნეპალში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზაა. გაზაფხულზე როცა მთებში თოვლი დნება და მონსონის წვიმები იწყება, გზის დიდი მონაკვეთები თიხოვან არხებად იქცევა, სადაც ასობით მანქანაა ჩარჩენილი. ზოგჯერ წყალს კიდევ უფრო დრამატული შედეგები მოაქვს. ამ შემთხვევაში მეწყერმა მთის მდინარის მიმართულება შეცვალა, რაც სპონტანურ ჩანჩქერს ქმნის ღრმა ხევთან ერთად. კარნალის მაგისტრალი ცნობილია არა მხოლოდ ამინდის უცნაური ცვლილებებით, არამედ გზის მრავალი მონაკვეთი ძალიან ვიწროა. ერთი მხრიდან კლდოვანი ფერდობით და მეორე მხრიდან ციცაბო ფერდობებით მუდმივი მეწყერების საფრთხე ყოველდღიურად არის. ოფიციალური მონაცემებით კარნალის მაგისტრალის 85% არასაიმედოდ ითვლება მგზავრობისთვის. სტატისტიკის თანახმად ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ადამიანი ხდება ამ გზის მსხვერპლი. ვიეტნამის ქაოსური მოძრაობა. მხოლოდ ბუნებრივი პირობები არ ხდის გზებს უკიდურესად რთულს. შეხედეთ ამ სცენას. ეს არის ჩვეულებრივი დღე ჰო-ჩი-მინსის ქალაქში, ვიეტნამის ყველაზე დიდ ქალაქში, სადაც 9 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ეს რიცხვი კი მუდმივად იზრდება. სატრანსპორტო გადატვირთვა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. მოტოციკლების ფართო გამოყენება, რომლების თითქმის ყველას აქვს, ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. აქ ხშირადაა პროტესტი იმაზე, რომ საერთოდ აიკრძალოს მოტოციკლები. ბივერის პატარა ოქროს კარიბჭე. ეს ვიდეო 2018 წელს გადაიღეს პატარა ქალაქ ბივერში, არკანზასში. ხის ხიდი, რომელიც პატარა ოქროს კარიბჭედ არის ცნობილი, თეთრ მდინარეზე 80 წლის წინ აშენდა. მიუხედავად მისი სათამაშოს მსგავსი ზომისა, ის მრავალი წლის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ბივერის მაცხოვრებლებისთვის. ამიტომაც იყო შოკის მომგვრელი, როდესაც მოწმეებმა დაინახეს, როგორ ჩაიწია ხიდმა ავტობუსის წონის გამო. არავის სურს ამ ხიდზე გადასვლა. უბრალოდ შეხედეთ მას. ქსმენიათ იაპონიის ალპებზე.
არსებობს 3 მთის ქედი, რომლებიც მდებარეობს ჰონშუს კუნძულის ცენტრში. მათ შორისაა ცნობილი ონტაკეს ვულკანი, პოპულარული სალოცავი ადგილი. ასევე ტატაიამას თოვლის დერეფანი, გასაოცარი მარშრუტი ტატაიამასა და ომაჩის ქალაქებს შორის. 90 კილომეტრიანი გზა აპრილში იხსნება, ხოლო თოვლის კედლები გზის გასწვრივ დაახლოებით 20 მეტრამდე იყოს შეიძლება სიმაღლეში. ეს დერეფანი იაპონიის სახურავის სახელითაც არის ცნობილი, რომლის სიმაღლეც 7 მეტრიდან იწყება და ზღვის დონიდან 2400 მეტრამდე აღწევს. მოძრაობის მასიური საცობები ჩინეთში. ამ კადრებმა შესაძლოა გაგაოცოთ და გზების საცობებზე თქვენი წარმოდგენა სრულად შეცვალოს. ჩინეთის ეს გზა 50 ზოლიანი მაგისტრალის კოშმარულ სურათს გავს, თუმცა რეალურად ეს მხოლოდ 4 ზოლიანი გზაა. მასიური საცობი ჯუჯუს ქალაქის ახლოს გამოწვეულია ეროვნული დღესასწაულობისთვის ხალხის გადაადგილებით. მილიონობით ადამიანი ერთდროულად მიემგზავრება, რაც ამ მასიურ საცობს იწვევს. დალტონის მაგისტრალი ალასკაში. დალტონის მაგისტრალი ალასკაში პანამერიკული მაგისტრალის ჩრდილოეთით მდებარე მონაკვეთია და ყველაზე ცარიელია. ეს გზა გადის სრულიად ველურ ტერიტორიებზე. მისი 666 კილომეტრის მანძილზე მხოლოდ 3 პატარა ქალაქი და 3 ბენზინგასამართი სადგური გვხვდება. გზის ზედაპირი მერყეობს ასფალტსა და ხრეს შორის, ხოლო ყინული და თოვლი ყველაზე მეტად უშლის ხალხს ხელს შემოდგომიდან გაზაფხულამდე. მიუხედავად იმისა, რომ აქ ნაკლებად არის სახიფათო კლდეები და მკვეთრი მოსახვევები, ეს გზა ხშირად ხდება მსოფლიოს ყველაზე საშიში გზების სიაში. ეს გამოწვეულია ალასკის მკაცრი კლიმატით, სადაც შტორმები და თოვლის ქარიშხლები ხშირია. გაზაფხულზე, როცა ყინული დნება, მაგისტრალის გარკვეული მონაკვეთი მდინარედ იქცევა. სპილოების მოძრაობა ტაილანდში. ზოგ გზაზე საფრთხე ყინულისა და კლდოვანი ჩამონგრევების სახითაა, მაგრამ ტაილანდში მძღოლებს ხანდახან სპილოებთან უწევთ შეჯახება. როდესაც სპილოების ოჯახი გადაკვეთს გადატვირთულ მაგისტრალს ბანგკოკთან ახლოს, ხალხს სხვა გზა არ აქვს დარჩენილი. მათ უნდა შეაჩერონ მთლიანი მოძრაობა და გზა დაუთმონ სპილოებს. სტელვიოს უღელტეხილი აღმოსავლეთ ალპებში. აღმოსავლეთ ალპებში ეს ხვეული გზა უფრო გასართობი პარკის ატრაქციონს გავს, ვიდრე ნამდვილ გზას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტელვიოს უღელტეხილზე. იტალიასა და შვეიცარიას შორის მდებარე 2757 მეტრის სიმაღლეზე არსებული უღელტეხილი 47 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს, სადაც 75 მკვეთრი მოსახვევია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილი გამოწვევაა ყველაზე გამოცდილი მძღოლებისთვისაც კი. მეკლონგის რკინიგზა ტაილანდში. ასეთი რკინიგზა არასდროს გინახავთ, ეს არის მეკლონგის რკინიგზა. ბაზარი ლიანდაგებზე, რომელიც მდებარეობს ბანგკოკში, ტაილანდის დედაქალაქში. ის თითქმის 1 საუკუნეა არსებობს. მას შემდეგ, რაც ვაჭრებმა უარი თქვეს ისტორიული ვაჭრობის ადგილის დატოვებაზე რკინიგზის მშენებლობის დროს, სწორედ მას შემდეგ გახდა ეს გზა ყველაზე ცნობილი. ახლა მათი დახლები პირდაპირ ლიანდაგებზეა განთავსებული. მატარებლები აქ საკმაოდ ხშირად გადიან, დღეში დაახლოებით 8 ჯერ. ყოველ ჯერზე ვაჭრები აკეცავენ თავიანთ დახლებს, ასწორებენ თავიანთ საქონელს, რათა მატარებლებისგან არ დაზიანდეს და შემდეგში ისე უკან აბრუნებენ. ეს ყოველივე გასაოცარი სიზუსტით ხდება. ყველაფერი მილიმეტრამდეა გამოთვლილი. ნემსის თვალის გვირაბი სამხრეთ დაკოტაში. ეს გვირაბი შეიძლება კლაუსტროფობიის შეტევის გამომწვევი იყოს. გასაკვირი არაა, რომ მას ნემსის თვალი ეწოდება. ეს არის შავი მთების გზის ნაწილი სამხრეთ დაკოტაში. მისი სიგრძე 17 მილია და მოიცავს 314 მოსახვევს, მათ შორის 14 მკვეთრს. აქ ასევე ხვდებით 3 გვირაბს. უბრალოდ შეხედეთ, როგორ თავდაჯერებულად მართავს ეს მძღოლი გვირაბში ავტობუსს, რომელიც მხოლოდ 2,5 მეტრის სიგანისაა. რკინის მთის ხვეული გზა 1933 წელს აშენდა. მიუხედავად ინჟინერების მტკიცებისა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ეს შესანიშნავი ტურისტული ადგილი. თუ კი მზად ხართ, ფრთხილად და ნელა ატაროთ მანქანა. პანლონგის გზა ჩინეთში. ეს გამორჩეული გზა მდებარეობს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში, კუნლუნის მთების ქედზე. ცნობილი როგორც პანლონგი ან პამირების ციური გზა, ზემოდან დრაკონის კუდს გავს. თუმცა მძღოლებმა და ტურისტებმა მას ჯოჯოხეთის გზა უწოდეს და მარტივად გასაგებია რატომ. 75 კილომეტრზე განლაგებულია 6000-ზე მეტი მოსახვევი, რომელთაგანაც მრავალი დაახლოებით 270 გრადუსზე მკვეთრია. ეს თქვენი ბალანსის უნარის სერიოზული გამოცდა იქნება. ტაილანდის ტონგ-ფა-ფუმის ეროვნული პარკის გვირაბები. წარმოიდგინეთ მოტოციკლით პირდაპირ ბნელ და იდუმალ გვირაბებში შესვლა. გასაოცარია, ეს განსაკუთრებული თავგადასავალი ტაილანდში ტონგ-ფა-ფუმის ეროვნული პარკის გარშემო შეგიძლიათ. ძველი მაღაროები, სადაც ადრე ტყვის მადანს მოიპოვებდნენ, ტურისტულ მარშრუტებად იქცა. აქ შეგიძლიათ უნიკალური მიწისქვეშა ატმოსფერო მოტოციკლით შეიგრძნოთ და ახლოდან ნახოთ სტალაქტიტები და სტალაგმიტები. აშიმა ოჰაშის ხიდი იაპონიაში. ეს არ არის CGI, ეს არის იაპონიაში აშიმა ოჰაშის ხიდის რეალური კადრები.
რომელიც მაცუის ახლოს ნაოკომის ტბას კვეთს. ვიდეოში ის შეუძლებელ სტრუქტურას გავს, რომელიც ავტომობილის მართვას სრულ სიგიჟედ აქცევს. რეალურად კი ის არ არის ისეთი საშიში, როგორც ერთ შეხედვით ჩანს. ხიდი დაახლოებით 1700 მეტრზე ვრცელდება და მხოლოდ 6%-იანი დახრა აქვს, თუმცა მისი უნიკალური დიზაინი ოპტიკურ ილუზიას ქმნის, რაც მას მსოფლიო მასშტაბით ცნობილს ხდის. $1 მილიონიანი მაგისტრალი კოლორადოში. $1 მილიონიანი მაგისტრალი არის 40 კილომეტრიანი გზა დასავლეთ კოლორადოში, ორეისა და სილვერტონის ქალაქებს შორის. მთის ამ ორზოლიან გზას ბრწყინვალე ბუნებრივი ხედები აქვს. თუმცა ამ ხედების აღქმა მაღალ მართვის უნარებსაც მოითხოვს. გზაზე თაუბრუდამხვევი მოსახვევებია, მკვეთრი კლდეებით, ვიწრო ზოლებით და დამცავი ბარიერების გარეშე. ზამთარში გზა კიდევ უფრო რთული ხდება, ამიტომაც მძღოლები საბურავებზე ჯაჭვებს ამაგრებენ. ვლუამის აკვედუკი ნიდერლანდებში. ჰარდერვეიკში ნიდერლანდებში არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც ნებისმიერ მძღოლს გააოცებს. წარმოიდგინეთ, როგორ მართავთ გზაზე, ხოლო თქვენ ზემოთ ნავები მიცურავენ. ეს საოცარი სტრუქტურა აკავშირებს ორ ხელოვნურ ტბას და 30,000-მდე მანქანას ატარებს ყოველდღიურად. 99 მოსახვევის გზა ჩინეთში. 99 მოსახვევის გზა ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში მდებარეობს და ის ტიამენის მთას მიუყვება. ეს ხვეული გზა 11 კილომეტრიანია და ზუსტად 99 მოსახვევს შეიცავს, რაც დაოს 19 ცას უკავშირდება. გზა მხოლოდ ტურისტული ავტობუსებისთვის და პროფესიონალი მძღოლებისთვის არის ღია. შიზგუანის მცურავი ხიდი ჩინეთში. შიზგუანის მცურავი ხიდი ჩინეთში მდინარე ქიანჯიანზეა აშენებული. 400 მეტრიანი ხიდი პოლიეთილენისგან შედგება, რომელიც წყალში არ იძირება. მანქანის მართვა აქ დასაშვებია არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. ატლანტიკის გზა ნორვეგიაში. ატლანტიკის გზა მხოლოდ 8 კილომეტრიანია, მაგრამ მისი დიზაინი და ხედები მას მსოფლიო მასშტაბით ხდის ცნობილს. ეს ორზოლიანი გზა კუნძულებს შორის 7 ხიდს მოიცავს. ყველაზე გრძელი და მაღალია სტორსეის უნდეტის ხიდი, რომელსაც მთვრალი ხიდი შეარქვეს. პასაჟ დი გუა საფრანგეთში ეს არის ყველაზე ცნობილი გზა, რომელიც კუნძულ ნოარმუტიესა და ხმელეთს შორის ოკეანეზე გადის. გზა წყალში იძირება დაახლოებით 4 მეტრამდე სიღრმეში და ხელმისაწვდომია დღეში ორჯერ დაბალი მოქცევის დროს. ხუოლიანის გზის ისტორია ჩინეთში. ჩინეთის ჰენანის პროვინციაში მდებარე ეს გზა სოფელ ხუოლიანის მოსახლეობამ 1970-იან წლებში ხელით გაჭრა. 13-მა მაცხოვრებელმა ამ ამოცანას წლები მოანდომა და მხოლოდ ჩაქუჩებსა და წერაქვებს იყენებდნენ. გზასა და ციცაბო ფერდობს შორის არანაირი დამცავი ბარიერი არ არსებობს, ხოლო წვიმიან სეზონებზე ავარიები ძალიან ხშირია. ოიამაძაკის მაგიური გზის გადაკვეთა. ეს ჯადოსნური გზის გადაკვეთა იაპონიაში, კიოტოს პრეფექტურაში, ოიამაძაკის ქალაქთან ახლოს მდებარეობს. ეს არის თანამედროვე გზის არქიტექტურის ნამდვილი შედევრი, სადაც ორი ექსპრეს გზა და ერთი შემოვლითი გზა ერთმანეთს კვეთს. გარდა ელეგანტური ხვეულებისა, აქ გვერდიგვერდ მდგომი 9 ხიდი არსებობს. ინჟინერიის საოცრება 7 მილიანი ხიდი ფლორდისკიზის კუნძულებზე გადის. ეს ხიდი, როგორც თქვით, 10 კილომეტრამდე ვრცელდება და მძღოლობს თვალწარმტაცი ოკეანის ხედებს თავაზობს. თუმცა ტროპიკული შტორმის დროს ეს გამოცდილება ნამდვილ საშინელებად შეიძლება იქცეს. ტროლების გზა ნორვეგიაში. ნორვეგიაში ტროლების გზა ნამდვილად ამართლებს თავის სახელს. მიუხედავად თვალწარმტაცი ხედებისა, ამ გზაზე მოგზაურობა შორსაა კომფორტისგან. გზა ვიწროა, ხოლო კლდეები და მეწყერები მას ძალიან რთულად გასავლელს ხდის. წლის უმეტესი დროის განმავლობაში გზა დახურულია, რადგან ყინული და თოვლი მას საშიშად აქცევს. საუკეთესო გზა ადგილობრივი ლანდშაფტის დასათვალიერებლად შესაძლოა ჰაერიდან იყოს. მთლიანობაში კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. გმადლობთ, რომ უყურეთ თავიდან ბოლომდე. ეს ჩვენი ახალი არხია Boomstory. გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ სიახლეს. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.